Jo. გილოცავთ. თქვენს გილოცავთ. აა, თქვენს გილოცავთ. დაშვებით. მოვედით ჩაწერაზე. მოხველით. კატარ მოიყვანეთ. გინდა გაგაცნო? მოდი ჩვენთან მე და გაგაცნო. გიყვარს კატები? წამოიყვანე? კაი. всё. შევთანხმდით. მოვილაპარაკეთ. ხვალ სამზე. ჩაგწერთ. და ძალიან ბევრი მინუს სტუმარი ყავს და ორზე ის არის ჩაწერილი. ლაბაძე. ლაბაძე. 4-ზე ვახო. ხელზე რა გჭირს? ეს ცივა გარეთ. მოიხსნე ხა და შეიძლება. მეთქი რამე ხარ და გემართ. ანეკინა, ვერ მოესწრები. კაკა. ახალი საათი რო გაამარიაჟო. ახალი საათი როგორ ეს არის ჩემი ახალი საათი მაიცა. ჯახარ არის საათების ექსპერტი და შემიფასა 5-დან 4.9 ერთი იმიტომ დააკლო რომ თავისი ნაყიდი არ არის და მე გავწევ ხო, სხვის ხელზე. თავის ხელზე რო ყოფილიყო 5-დან 5 ძალიან მომწონს. სეიკო როგორც გამარჯვია ავტომატიკი ანუ ესე იტენება რა ეს არის ჩემი საახალწლო მარიაჟობის საგანი იმას აქვს ახალი საჩუქარია საკუთარი თავისთვის? საახალწლო საჩუქარი გიორგის აქვს გუშინ ნახე ძალიან კარგი კურთხა შემშურდა და იმანის გაამარია შენ საათი უდრის უნდა გამოცვალო. რატომ უნდა გამოვცვალო საათი? მოსაბეზრებელია. მოგუბეს მე მომბეზდა უკეთ საათი. არავის არ ვეპრანჭები. იკეთია? კი. ცოლი მყავს, შვილი მყავს, არავის მე არ ვეპრანჭები. ეს და კარგად წადი იქით გაიხე. ჟაფია კატას ალფრედი. ალფრედი. ადამიანია რაღაცნაირი რა საყვარელი ცოტა ბანჯულიანი ესე ძინავს გულახმა და მუცელზეც ესეთ ბეწვი აქვს და ზუგს ის აქვს ტიტლიკანა მუცლები აქვს ხოლმე თუ არა კატას არა ძაღლებს ძაღლებს აქვს ტიტლიკანა მუცლები რასასაცილოდ ძინავს ხრინავს ერთი ორჯერ შემორჩა. ჩაწერილი ხო? ჩემი ძაღლი ხვინავს და აკუებს აი რამეს სტერეო ძაღლი ვერძერო ბრუც გამარჯობა მოგესალმებით კაცები 2025 წლის სეზონის მეორე გადაცემას იწერს როგორ ახართ რავი ნორმალურად გუშინ მქონდა მარში და ძალიან ისეთი ეგ მე უნდა მეთქვა და როგორ ახართ უნდა გეთქვა კარგად და მე მეთქვა გუშინ მქონდა მარში კარგად თუ არა და გუში რა გქონდათ გუშინ იგივე იმ ჟურნალისტები ვიდგეკითხები რა მარში კი არ გქონდა, მარს შეუერთდით. ხო ჩვენ ფანებს გქონდათ მარში არ ისაკუთრე. თავიდან მაგ მოუდით მოვიდა რა იქ ფანჯგუფმა დააორგანიზა კაცების ფანჯგუფის მარში და თქვენც ხო იქნები და ვიქნები და ეს თავიდან მივიდა და იქ ისე დაევასა რომ ხო იქ მორგება იცის მერე და მარში გვაქვს და რაღაცებს ბობოქრობდა ხელოვანების მარში ვიდექი და კაცების ფანი უფრო ორგანული არ ვიქნებოდი მაგასაც რომ ჩამორჩა სუბოლოს მოტყან ბიჭო სურათებს ვიღებდი და ჩამორჩა ბოლოს მე მაგიტომ მოვიფიქრე ისა მე გზაში სულ მივაკითხე და წამოვიყვანე მე გეძებდი დამაწია ხალხს კი ჩაი რო დაგვისხათ თან შეიძლება. ფერი რომელი ჩაი ლოიდი ხო არ გინდა პოლონური რომელიც ნიკოლას მაღაზია თექსაში იყიდება და სხვათაშორის ბიოჩაიც არის ბიოც აქვს და სხვადასხვა არომატებით მე დღეს კენკრა გადავწყვიტე კი, ჩაი კაი იქნება სიცივიდან ვართ მოსულები. მომენტი ძალიან ნელა მოქმედება რანაირი გაყიდვები ეხლა ის არის რა ქვია ეხლა რას ფიქრობ იცი გვირელა მოიტა გვირილა საღეჭი რეზინის რამე შარდდელი ისა რა ქვია სხვა შორის ესეთი იდეა მოყევი ახლა მარშზე გეკითხები რომ შემომთავაზეს რომ კლიპსის მარში ხوار აი ხა უკვე ხავხედობაში გადადიხარ კლიპსის მარში რომ გააკეთო მე დავრეკავ რომ დაგიჭიო სხვათა შორის პატრული მოვიდა ჩვენთან მარშამდე და ჩვენ დიდი ხანი ვცდილობთ რა გვეხსნა რომ იმისი რა ქვია ფანჯგუფის დაორგანიზებული მაგრამ იფიქრეს ესენი გვაშაყირებენ არ შეინჯინეს და მაინც ჩვენ გვეკითხებოდნენ
იკოს კითხეს რომ რა როდის დაიძრებითო და მე ვუთხოთ რომ დაძრისწინო გითხრათო რომ ბევრი ხართო და მოგეხმარებით ქუჩის გადაკეთებაში. და მოგვეხმარნენ. კი. რაღაცნაირად მზად იყო დაორგანიზებული სწორი სიტყვა. ალბათ. ორგანიზებული ან მოორგანიზებული. მოორგანიზებული როგორი? აი რომ მიორგანიზეს. აი როგორც მოოქროვი. მოორგანიზებული. ორგანიზებული, ფანჯგუფის ორგანიზებული. არა, კარგი იყო, ბევრი ვიყავით და ვერასდროს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ პარლამენტის შენობაზე გავიდე და დურურუმი. და შუა იმაზე რა ქვია პარლამენტი 5 იანვარს ხო, და ის დიდ გოჭობა რომ დაეწერებოდა პარლამენტის და ლაზერით. ხო. პარლამენტის წინ თუ ქაშვეთის წინ ღერძულა ხაზზე გიორგი იმღერებდა დურურუმს ვერც მეგაფონში. ხო მეგაფონში ცოტა გაუგებარი მარში იყო ვიღაცები ვინც არ იცის ჩვენი ხო გუშინ მე მიდიოდა კითხვები უცნო ვინ არიან ეს თან სახელიც კაცები ისეთ სახელია ნაცებსაც გავს და ქოცებს ო მესამე ძალა ნაცები გოცები კაცები ცოტა ფურტული თუ იყო ვერ გაიგე ლათინური ასოებით ვინც წერს კაცები ქოცები ის არის რა და დამაბნეველი ღონისძიება იყო რა ზოგის წინა გადაცემაში რომ მოყვებით ჩვენი აქციების ამბები ერთი ამბავი დამავიწყდა რა მე გამახსენა და ინანე ჩამრჩა ხო ეხლა უნდა მოყვე ის აქცია იყო სალომე რო გამოდიოდა და ძალიან ბევრი ხალხი ჭიდროდ რო ვიდექით რა ხო ძალიან ჭიდროდ იდგა ხო მაგრამ აი ვერ მოძრავდი ვერ გახვიდოდი ვერ მომიჭირა აქცია მომი მე მან ჩემეშინდა იმიტომ რომ მან რამე რომ მოხდეს ძალიან საშიშია ხო და ბიჭო იმდენად ჭიდროდ ვიდექით რომ ვერ მოწევდი ვერ ხო ხალხი გადიოდა აქციიდან მოსაწევად კი და დათომ დაკარგა თავისი მეგობარი ზაზა სკიპი ვერ იპოვა რა ხო იყო ეგ შემთხვევა და თან ეს მაღალია იყურება არ ჩანს რა და დაიწყო ყვირილი ჯო ხალხი ყვირის იმას არჩევნებს სალომეს საქართველოს და ეს ყვირის ზაზას და რო ვერ გააგონა ზაზას გარშემო ვისაც ხმა მიაწვინა თხოვა რომ მოდიო ყველამ ზაზა ვიყო და ერთი 20 კაცი აიყოლია და წარმოიდგინე აქცია არის ვიღაც საქართველოს ყვირის ვიღაც არჩევნებს და 20 კაცი ყვირის ზაზა 20 კაცი ითხოვს ზაზას რა მიაგნო კი იპოვა შემდეგზე რა ქენი იცი ლაზერით მიანათებინე ნაძვის ხე ზაზა ნაძვის ხეა გამორთული ой ჩემი ნაძვის ხე მეცემ დამული ვარ გამორთულით ძალიან ლამაზია მაგრამ მე ჩავთავი რა არის რემენი ხო არ გიკეთია უთინდელის მე აშვებულია გონია რომ ყველაფერი ეპატიება გრონტი ის თქვით ნიკორაში რო იყიდება კარგი მოდი ესეთ ჯავსვათ რომ ლაბაძე კარგად ვერ მიდი დათო გეხვეწები თქვი გარკვევი რა მოგეწონა ჩაი მიხვალ ნიკორაში და იყიდი ესეთი დავალე მაგრამ უფრო სტორიკებმა მიყიდი გიყიდი წამოდი რომელიც მოგეწონა იყვალთ და გვიყიდით პროგნოზები რა გაქვთ აი ის ოპტიმისტი გამოდგა საათი იყიდა ძალიან ოპტიმისტობა საათის აცო კიდევ ოპტიმისტი ხარ ეს პესიმისტი გამოდგა და ელგანზოს დიდი კურტკა იყიდა უი ხო გიორგი მიყიდა სად იყიდე დიდი კურტუკი იყიდა აი მოხსხვევით ელგანზოსის მაგრამ რო შეხედავ მაღაზიაში ნაკის არ გავს უფრო ებრაელებში არა კაი კურტკაა სხვათა მე არ გინახავდა რა იცი რამი არ იცის და უგონებს და დათოს ხო შეუძლია იმსჯელოს ესეთ რაღაც არ ნახავს კი არც იყო ხო მომიხონენ კურტკა იცი მოყოლი აი და კურტკა არც მოგვიყოლე უბრალოდ მოუყევი რომ გრძელი კურტკა იყიდა ხო და საკმარისია ხელოვნური ინტელექტივით რაღაცას მეტყვის სკრიპტს მე თვითონ ხატავ კურტკას მე რაც დავხატე იყო ებრაელებში რა მიეცი ლარი თუ ევრო ევრო მივეცი მაგრამ ტაქს ფრი იყო და რაღაც ნაწილი უკან ჩამირიცხა სად იყიდე ბარად მაღაზიაში რომელ ქვეყანაში ესპანეთში
ელგანზო სხვაგან არ იყიდა. როგორ არა? არ გითხარი? ნაღდი ელგანზო. საფრანგეთში ნაღდი არ არის. ნაღდი იყო, კაცო. საფრანგეთში ლეგანზო. ხო, აი იქ ხო აწერია ელგანზო მაღაზია, საკეთია ნაღდი. საფრანგეთში აი წერია. ფოტო არის ეგერი მისი. ხო, ეგ არის გუშინ რაც ეცვა ეგ. თბილად იყო და მე დაუბოღმე, იმიტომ რომ ეგეთ კურტკას ვეძებ დიდი ხანია. არსენ ვენგერს ეცვა ესეთი კურტკი რაღაც პერიოდი. ანუ არსენალის თამაშებს. ნახმარია იღე. ცივანა ხალხისთვის არის. არსენ ცივანა. მე ვიგე არსენ ვენგერს პირადობა იპოვა ჭიბეში. როი. კარგი ის იყო აქცია, მართლა უნდა გავაკეთოთ კლიპსის. კლიპსის მაყურებლები. და მე ისა კაცები პლეი. სპონსორი არის და როუშოვო. კაცები კლიპსის აქციის სპონსორია. რაღაცა პლეისმენტი რო გაიგე. ტუალეტის ქაღალდი რაღაც. საბიჰა გიოქჩენის აეროპორტი. ასე რატო არავინ არ იფიქრა რა? ეს ხალხი აქციაზე მოდის რაღაცა წარწერა რო გააკეთონ, რომ ზევიდან ეს თქვათ საბიჰა გოგჩენი. ესე მოდის რუსთავეთზე. მორბენალის ტრიკონი. ეს თორ კაპიქს გააკეთე. მე მიუნხენი გაგიჟდება. მიუნხენის აეროპორტი. აბარა სხვათა შორის უცხოურმა მეებმა დაწერეს ტელეგრამს. ჩვენი ისა, ჩვენი აქციის? ხო, ჩვენი მარში შოუ მენსტარ რაღაც ესეთი ხალხის აქცია იყო. ვა. რომელმა ქვეყანამ? ქვეყანა არ არის, ვიღაცა იყო, ვერ გავიგე სადაურია. მაგის წინ იყო ჯიჰადზე. აუ ძალიან ცუდიაში მოხდით. მაგას შოუ და არ გეთქვა. ვიღაცა ის ვა აღმოსავლეთი. ელგანზო არ დაწერა თავის ნიუსლეტერში, რომ ჩვენი კურტკით ბიჭი აქციაზე გაიჩიტა. ეგ მე პოსტერებს გამოდებენ. ელგანზოს რამდენ ჩავალდა შევთავაზო ისე რომ განელა უნდა გახდეს ელგანზოს სახე. ხე ამიერკავკასია. ამიერკავკასია წინა აზიაში. ой, არა, შუა აზიაში. წინა აზია. წინა და შუა. წინა აზია. წინა აზია არის ანატოლია, ანუ თურქეთის აზიური ნაწილი. ეგ არის წინა აზია. ხო. აქეთ აზია? უკანა აზია. უკანა? წინა თუ არის, უკან რატო არ არის? ხო. ზემო აზია? უკან სხვა აქ. ზემო აზია. ქვემო აზია არის? არა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია არის და ქვემო აზია. ანუ წინა არის და შუა არის. გაღმა აზია, გაღმა არ აზია. დამკვიდრდა ესეთი. ხო, თორე წინა და შუა თუ არის, ითხოვს უკანას. უკანას ითხოვს. უკანაც იქნებოდა. მაგრამ მე მგონი რომ უკანა არ მოინდომა არავინ რა. ხო, თვითონ სიტყვა ხო, უკანა. რაღაცნაირი. ისეთი არის. უკანეიშია. ცუდად ითარგმნებათ. არა, ეგრე აღარ მეკეიჟე იქნება მაგრამ. გადავიდეთ ტრადიციულ ამბებზე. ეს როდის გადის? როდის დაიდება? შობა არ მიულოცოთ მორწმუნეებს? კარგი ხარ. მიულოცოთ ჩობა. მიულოცოთ, გილოცავთ. გილოცავთ? რავალსტაის არის. გილოცავთ შობას. ჯანმრთელობა და კიდე სიხარულე. შევხვდებით. ძველი თახალწლამდე. მაშინ ძველი თახალწლიც მეულოცოთ. რატო? შევხვდებით ძველი თახალწლამდე არ გვექნება ო, ბარე, გადაცემა. მიდი. მიდი. გილოცავთ ძველი თახალწლს. მოიცა ძველი თახალწლის მე ბედობას მიულოცოთ. თქვი ბედობას გვექნება? ბედობა როდის? კი, მეორე მეორე დღეს. მიულოცოთ. და მეორე ბედობა რა არის? 15-ში. სადაური ბედობა. რო ორში თუ არის და ძველი თახალწელი 14-ში, 15-ში რატო არ არის? ბედობა არის 17 დეკემბერს და 2 იანვარს. ეგ მესამე არის ბარბარობა. ბარბარობა იგივე ბედობა. არა, ბედობა 3-ია და შენ ეგ არ უნდა გეშლებოდეს. არა, არ არის ეს 15 თქვენ მოიფიქრეთ. აი, ის ხო არის, თეატრის დღე ხო არის. მიულოცებ მსახიობებს, რომლებიც აქციაზე დგანან ჩვენთან ერთად. ან რომლებიც დაბადებულები არიან. ან და რომლებიც ნიჭიერები არიან. არა, აქ რატო გააერთიანე ხალხი? მარტო ქართველები ხო არ არიან და მსახიობები. ყველას ალპაჩინოსაც ალპაჩინოსაც ულოცა? მოდი მაშინ ეს ინგლისურად თქვი. ეხლა რომ ალპაჩინო არ არის. თეატრის გიორგის რო ინგლისური ჩის დაადევი. არის ალპაჩინო, კაცო, თეატრში თამაშობს ბროდვეიზე ზუსტად ის. ამან არის ის, მაშინ მაგრამ ალპაჩინოს. ჯონ მალკოვიჩზე გადავიყვანი. კი, მალკოვიჩი. მალკოვიჩი თეატრიდან მოდის საერთოდ და ეს თეატრში მივიდა. ეგეც თეატრიდან მოდის ხოლმე შორის. ხო, ყველანი იქიდან მოვდივართ. ყველანი თეატრიდან მოვდივართ.
უკვე აღარაფერი აღარ მიყვარს ჩვენი გადაცემიდან. დურურუმი რო დაიწერა პარლამენტში. ეს ჯონ მალკოვიჩს სულავს. მასშტაბები გაიზარდა. აი ძალიან შორს გავედი. უბრალოდ თან რას იცი? ქართული თეატრის დღეს და ალ პაჩინო არა. 15 მალკოვიჩი იანვარი. ჩამოსული რო იყო. ახალ თეატრში იმაში მივიდა. კვარკვარეში მიიღო მონაწილეობა. არა, კაცო, იმაში. ტოლასთან იყო მისული იმ ახალ თეატრში, რა ქვია. დამავიწყო თეატრს, რა ქვია შევუწყო. ჭოლასთან იყო. ტოლას თეატრში იყო მისული, კოკაკოლაში რომელიც არის და იქ ქონდა ინტერვიუ იქიდან მოვისმენთ. არა ლუკა პორალე. ლუკა პოლარეში არის. კოკაკოლაში, კოკაკოლაში. ძველი კოკაკოლას ტერიტორიაზე რა, დიდუბეში. ვიჭერით რა ეხა ის არის. ხო იცით რა ნაირი პერიოდია. ხოთან ესე უცებ ამ. კაი, მოდი გადავიდეთ იმაზე, რა ქვია, ნიუსების ნაწილზე, დაგვიგროვდა ნიუსები, რომლებიც სანამ ეთერში არ ვიყავით, მანამდე ძალიან ისეთი გამორჩეული ნიუსები იყო და ამიტომ აქ რაღაცა ერთად მოგროვდა ეს ყველაფერი. პირველი ნიუსი, რაც არის ძალიან ცოტა ხანი იყო ეს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი იყო და ხა ცოტა ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ ვერ მოვიცალეთ ერმა ამისთვის, მაგრამ მაინტერესებს სად წაიღეს თან რა. ეს არის რუსთავში რო დადგეს ძეგლი 24 საათიც არის და მე მგონი 12 საათი. რაღაცის კარიბჭე, ხო? ხო, ხო, რაღაცა ეგრე იყოს. 64-ის თუ ბედნიერების თუ რაღაცის კარიბჭე, ხო? თუ არა ბედნიერების ძეგლი ის. რომელიც აშკარად რო უყურებ, აი 64-ის კარიბჭეა და რატომღაც ზოგიერთ მოქალაქეში სულ სხვა ხო და სხვადასხვა მეც ის ზოგიერთი მოქალაქე ვარ. სხვადასხვა დათოც. დაუწმუნდი რომ ეს ზოგიერთი მოქალაქე სხვა მხრიდან უყურებს ცხოვრებას. მან რა მოხდა იცი? ან ცხოვრება სხვა მხრით მიუბრუნდა ამ ხო და მოქალაქეს. ვინ არის თამასე. 64 სხვა კუთხიდან მიუბრუნდა. მოქალაქე. ქართველის გაკეთებულია თუ იყიდეს? არა, იაპონელი თუ ჩინელისგან. ეს არის ცნობილი ჩინელის გაკეთებული, რომელმაც ეს დააფარა მთელ მსოფლიოს. ცნობილი ჩინელი რა არის. სახელი მაინც ცნობილია. მაგათო ყველაზე ჩილუ. ხო, აი, ეგრე ვარ, შენას მოგწევა. ალბათობა იმისი რომ ეხლა გავარწყი. ანჩი, ანლუ. საკმაოდ მაღალი. აქ რა არის იცი ყველაზე ამოვარდი. 64-ის კარიბჭე თუ რა ქვია? კარიბჭე. რაღაცა, ხო. არის ხრუშოვკის გვერდით რო იყოს გამორიცხული. მე ხრუშოვკა უბედურებს ამ ძეგლს თორე თორე ისე ძალიან გაიძებნა. ეს სადმე ტრიალ მინდორში დაედგათ, რომ მიდიხარ და უცოტ ამას რა ნახულობს. რაღაცა და სხვადასხვა კიდე რა მომეწონა იცი ამ ძეგლის თავიდანვე გათვალისწინებულია მოხეტიალე ცხოვრებისთვის. ისინი რო აქ ასაწევები რო ხო? მოკიდებს სხვაგან არ გინდა. არა, როგორ არის არ იცი მაგ? გინდა რუსთავში, წავიღებთ კასპში. რომელიმე მოსახლეობა ამას აღიქვებს როგორც არა, ეს იცი როგორ არის, ეს გამოთვის კარიბჭე სულ ღია კი არა. აი ესე რაღაც პერიოდულად იხსნება ხანსად. მე კიდე რა ვთქვი, იცი, მაგას რო რაღაცა დაუმატოთ. მაგალითად, ეს რო წავიღოთ იმაში, რა ქვია, სადმე აკვაპარკში და ის სასრიალოები რო ბოლოს ერთში აქედან წურებოდე და ვარდებოდე წყალში. იქიდან მხნარ რა კაი საყურებელი იქნება. tkapani ვიღაცა გადმოვარდა. წყალში ჩავარდა. ხმაც უნდა დავარდო. ხმა tkapani? არა, პროც. ეგეთი. კიდე ერთი ნოვაცია მაქვს. მაგას რა დიდი ვენტილატორი დაუკრავდა და მაგედან უბენა. ეგ ისე უნდა ტრიალებდეს, რომ ყოველ დღე მზე მაგედან დამოდი. პირველი სხივი. ეს სხვადასხვაი იქნება. ნახე, აი რა სამი ინოვაცია შემოგთავაზა. რუსთავის მერიაში რომ მუშაობდი. იცი რომ სახელი არის არასწორად შერჩეული რა. ზაოლეის ეს ყოფილა.
ერთას მოვთხოვ. მე რა ვთქვი? ჩაოლი. არ გამოვრიცხავ რომ ისაოლე, ჩაოლით იკითხებ. იმან თქვა ჩილუ. ჩილუ თქვა, ხო? ჩილუ. შენ ეხლა ნუ ისა. მართლა? მაინც გავს. ეგ დაახლოებით ეხლა ჩემზე. არა, ზაოლე არის დუტალაბუძე. აი ესეთი ტონის დავაკეთე. ამიტომ მაჩამეთვალა რომ ვიცოდი. ან რა არის შეიძლება ის ოფიციალური სახელია. ეძახე მეგობრები ხელოვანი ხალხი. ერთმანეთს ამით იმეორებთ. აუ ისეთი ხალხის სახელს ვერ მახსოვს და ჩაგაა. უტალაბუძე. მილიარდი ნახევარი არიან და სახელი გააქვს. კარგი, ხო და სახელია შეცდომითი რა, აი 60-ის კარიბჭე ძალიან ისეთი. აბა პროჭი უნდა ერთხო. როექიოდა. კაციშვილს პრეტენზია. ხო, არა, მაგრამ გააკეთე. ო, ბიჭო, ეგ არის. აი, მე უკვე საპრეტენზიებს წამოვიდა ტექნიკური ხასიათის. ეს რა ცოტა შევავდით. ქალაქის იერსახე. და ეს ჩული. შენთვის მაინც ჩულუ. ჩილუ. რა მაინტერესებს? ამას სხვადასხვა ქალაქებისთვის ზომები დაგედა. ხო, რუსთავს ეს ზომა. იქ როგორ იცი აგზავნი რამდენი კაცი. ძალიან დიდია. უზარმაზარი. ხო, როგორ არის ნიუ-იორკში ესე ვერც აღიქვაო რა, ძალიან შორს უნდა დახვიდე. ეს ეგრე ხა საწავა, გაყიდიან, რომ გაათამაშონ. ვიღაცა მაგარაკზე რო დაიდგა. რო დაიდგა. ბეთანიაში არ გინდა აი 60-ის კარიბჭე. ის სიამოვნებით. უკან თხეხო. ეგ რა არის, შეგიძლია მიწაზეც დადგა და იქ თუ ამოთხრი, ესე ჩასაძრომი იქნება, უკვე ჯოჯოხეთის კარიბჭეა. მაგარი კიდე რა იქნება, იცი? რომელიმე საზღვართან რო დავდგათ, რომ იქით მოსახლეობა მაპროტესტოს. რა მოგიშკირე. რამდენი კარგი გამოყენება შეიძლება მოუძებნო და პენსია გაიზარდა 35 ლარით, იზრდება და პარლამენტარის ხელფასი იჯდება 7000 ლარით. ესეთი ამბავი. რა კითხვა გამიჩნდა, იცი? პარლამენტარი რომელიც საპენსიო ასაკშია. აი, ჯიგარი ხარ. ანუ 7035-ით გაიზარდა. მე კიდევ ვთქვი, რომ ძალიან ლოგიკური ეხლა რაც მოხდა. პენსიონერები რო წყვეტდნენ, რამდენი გაიზარდოს პენსია. რამდენი მოებადოს პარლამენტარს. სრულად საპირისპირო სურათი გვექნა. რა თქმა უნდა. მე უკავშირებ ამას, რომ ოპოზიცია შეიტყვონ პარლამენტში. და იქ ყრიან შესაძლებელი. რუსთაველიდან ესე ყრიან. ამას თუ მოყვა ის 7000 არ ყოფნიდა. თავიდან რაც იყო 6000 ლარი არ ყოფნიდა შესაძლებლად რა, სადღაც იმ რკინის ღობესთან თავდებოდა. და ეს 35 ლარი კიდე რა არის, უფრო მხნეთ რო ვიყოთ. ვერ შეგიტყუებს პენსიაში. თავს გაუფრთხილეთ და დიდხანს ვიყოთ მუშაკი. ამას თუ მოყვა ნეუსი, რომ პარლამენტში ბატუტი დადგეს. საუეთველეგა. ოპოზიცია მიიტყუა. ბატუტი და ის რუსთავის ძეგლი. PlayStation შეიტანეს. და იმ დიდ მონიტორზე თამაშობენ რა. და უფასო სასადილო. ძალიან კარგი საჭმელებით. ხო, ხინკალი. სახინკლე. ხრია ხინკალი. უნდა გამოდიოდნენ, აუ, ხრია ჩვენთან ხინკალი. 7000 ლარი არის 200 პენსიონერსაც მოემატა, იმდენი მოემატა თითო იმას პარლამენტარს. ხო, მე პარლამენტარი ცოტა ყავს. პარლამენტარ პენსიონერი ბევრი ყავს. შენ როდის გიწევს პენსია და ამ გახსენება. 65 წლის ასაკში უწევთ ხო მამაკაცებს? ხალათ რო გადაკეთე. ხალათ რო გადაკეთე და უფრო მალე მოგიწევს. და მე კაცებს რო უწევთ გადმოდი ისე უკან. ისე რო გადაკეთე ადრე დაგენიშნება? არ ვიცი. შემდეგი ახალი ამბავი რა, ალბანეთის პრემიერს ევროკავშირში ინტეგრაცია რეკორდულად სწრაფად აქვს ჩაფიქრებული და ესეთი იდეა გამოდგა, რომ ChatGPT-ს დავიხმარო. ეს იურისტები და ექსპერტები ძალიან დიდხანს მოანდობენ რომ კანონების სინქრონიზებასო და ChatGPT-ს ვეტყვიო და ის დაწერს.
ერთი კაცია აი გამისკდება გული და ესენი ჩვენზე მალე შევლენ. ბიჭო ეს ის ხელოვნური ინტელექტი კი კარგია, მაგრამ რაღაცა თავისებურებები აქვს. მაგალითად მაგალითად ოახოს რამდენიმე ეს არა ქვია ხელოვნური ინტელექტის მისამართი გამოვართვი, რომ რაღაცებს გავტესტავდო. ერთს და უწერე, რომ 4 კაცი რო იჯდეს მაგიდასთან თქო. გაზეთებს ეკითხულობდნენ და იცინოდნენ. პირველივე შეცდომა დაუშვა, რომ 5 კაცის ის მაგიდა. დამიხატე უთხარი? ვიდეო. სკრიპტით ვიდეოებს აკეთებს ბევრი რაღაცისთვის. ხო და რა იქნება? 5 კაცის ხე და გაზეთები მაგიდაზე უდევთ. ან კითხულობენ კი არა, albათ ესე კითხულობენ მაგიდაზე. ხო და რა იქნება ეგრე ჯობია და გაგთავაზობს რომ 5 ჯობია. 5 ჯობია და გაზეთები რა გერა. იცი? კაი გადაცემა. მე შემიძლია ავიტანო წონაში რომ ატყუებენ, რომ თვაში რომ ატყუებენ, აი რაღაცნაირად 5 რო 4 უთხარი. ვერ დაინახა. ეგ არის, შენ 4 უთხარი, შენ რა გინდა? ხელოვნური ინტელექტი. არა ბიჭო, გეტყვის, სტუმარი ჩაგისვა. არ მithქვამს 4 კაცი გაზეთში. იხვდა ნანახია. შენ ხელოვნური ინტელექტი გინდა თუ ის არის რომ გემორჩილებოდეს. მონა. აი მან დახარ გაიგე შენ ხარ ჩარჩენი მძველ EVM-ში. მეგობარია და გირს ევემი რა არის? ელექტროვიჩისტიცინაა მაშინა. შემდეგი ახალი ამბავი არის პუტინის ახალი ინიციატივაა, რომ პორნო საიტებზე ახალგაზრდები ძალიან ბევრ დროს ატარებენო და ეგ არ არის კარგიო ჩვენი ქვეყნისთვის და რამე უნდა მოვიფიქროთ ალტერნატივა. შეიქმნას რამე ალტერნატივაო, ეს გეგმა უნდა დაიდოსო და უნდა იყოს ისეთი რაღაც, არიციან ჯერ რა არის ეს ალტერნატივა და კაცობრიობამაც ვერ გამოიგონა ჯერ, მაგრამ უკვე იდეა აქვს. ისეთი რაღაც, რაც ადამიანებს მოაჯადოვებს. ეგ არის პორნო საიტი. მეც უსმინე მაგას. ნახე. ადამიანს მოაჯადოებს ეგეთ ხო ქონდათ მაგათ. ტელევიზიით. რადიო და ზუსტად. აი კაშპიროვსკი და ჩუმა კიდე ისა, ხო? ეგ არის ხო ადამიანს მოაჯადოებს. ეგ დააბრუნებენ. კაშპიროვსკის შვილიშვილი იპოვიან. ხო, საიტები უნდათ რა. პორნჰაბზე შედიხარ და კაშპიროვსკი ესე. ტიტული კაშპიროვსკი. რა მორნილო არის. ხო, ის რო ჩაჟდეს იმ. შობელი ხედავს ახალგაზრდა ზის და ესეთ რაღაცას რა ხდება პორნჰაბზე. და მოჯადოებული. ანუ პორნოს არ უყურონ და რაღაცა სხვას უყურონ. რაღაცა ისეთი მოვიგონოთ რომ რაც უფრო და მიაჯაჭვებს ამ ახალგაზრდებს ვიდრე პორნო. და ვის დაავალა ეს მოიფიქრე. პორნოს დეპარტამენტს. არა და რუსეთის პორნოს დეპარტამენტი. შემდეგი არის გამოგვიგზავნა ედიშერ ცხადაძემ. ფოტო გადაღებულია ჟენევაში ტრადიციულ ბაზრობაზეო. შრალი ხიდი როგორც ჩვენთან არის, ეგეთივე არის რაღაცა იქ და ბიჭო ვიღაცას აქვს კუბო. მეორადი კუბო აქვს გამოტანა და სოლებული მოყვება თუ შენი უნდა ჩააწვი. შეგიძლია შენი ჩააწვინა. ვაჰ, კაი კუბოა რა და. ხო რა თუნდათ? ნეტა ზომებში აქვს. ეს ერთი ცალია. იმიტომ რომ ხო რა დაუშვათ არ მერგება. შეიძლება ვიღაცამ შეუკვეთა და მე უკეთესი იპოვა და ეს დარჩა. აჩუქეს და მე აქცია იყო და მოყვა. არა, კლინიკური სიკვდილი. არა, აქცია და უკან აღარ დაიბრუნე. აქცია იყო, ერთი იყიდეს და მეორე მოყვა რა, ეხლა რა. შეიძლება. და ესეთი რაღაცები, ესეთი ბაზრობებიდან ავეჯი და რაღაცები ჩამოაქვთ ხოლმე და აქ მაღაზი მეორადი კუბოები ევროპიდან იქნება, მე რა. რა ხის ჩვენთან კუბო? ნახე რა პრაქტიკული ხალხია. აქედან სამკაცსა, კან რუჩკებს არენდო რო არის, აქ რო არ მოხდეს იქ სამკაცსა, კან ნაწილდება ისწავლა. ჩვენთან არ არის ხოლმე ესე ორზე. ხოთა შორის რა არის, იცი მეც ამ სამმა დამაიჭვა. ძალიან გრძელი ხო არის და დიდი მოუვიდა მიცვალებულს. კოტაობდაში. კოტაობდა კი არა, რა გარუგი გაკო. თუ ან შეიძლება მოსახვევში რო შევიდა. მაგარა კატაფალკა გურუ. სასაფლაოში წარჩეეთე. ო ალბათ ეგეც შეიძლება სასაფლაოში არ ჩაი. სასაფლაოში რა იმაში სამარეში. საფლავში ხო. შეიძლება კუბო. არ ვიცი. კუბო? აი, კაი კუბო თუ გინდა 500-600-დან რამდენიმე 1000-მდე.
მე მყავს ახლობელი გაგაგზავნი შეგირჩე თუ შენთვის კი აბათ გაჟორი შეძ მაგრამ ჯობია მანამდე არ გადავრეკო ეს იყო ახალი ამბები მოგეწონა დათო ძალიან რომელი ისა კარიბჭე იყო ფავორიტი ჩემი ეკი მთელი არ დაგцалდა მე ჩემი აზრით უნდა დავაბრუნებინოთ და აიღონ მაგრამ ერთი 3 დღე იდგეს მე კიდე რას ვფიქრობ იცი ეს კარიბჭე ერთი ბლოკად დავამატოთ გადაცემაში თუ ყველა გადაცემაში რაღაც კარიბჭე ახლა კარიბჭე ეხა პატარა ბრელოკები უნდა გამოუშვან მაგ კარიბჭე იაფად ხო გაყიდიან და თან ლუდის გასახსნელიც რო იქ პროჭით რო ბიჭო კაკაოს უნდა რა მაგარი ხარ ბიჭო აგე თუ არ არის აი მარკეტინგი კაკალს რო ამტრევდეს 60 დღის კარიბჭით კაკალს ამტრევდეს თან ისეთი ხო იცი ეს მიკრო და კლაკ თუკოთ მაგარია აგვიანდება ამას საგვიანდება გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე ვიდე და არ გადავიდე არა გადაწყდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია სანდრო რაჭკოვსკი ნუ მიჭიდენი კაცო ჩემი ფეისბუქია რატომ მიჭიდი რაო იგივე პოსტები რომ დაწეროს გადაიწევა და ვინმე არის ეგეთი რო იწეს აგიში როგორ ახარ მომეცალეთ შევთესაც უცბად მივხვდით რომ ეს არის რაფი არ შემოგვიყვანით კილოცავ გაიხარე ასევე თელობას გისურვებ და ყველა ბედნიერების და საუკეთესოს წელი იყოს თქვენთვისაც ქვეყნისთვისაც ეს 60 კარიბჭეც გახსნილი მაგაზე დიდად რო გაიხსნათ ისე აღარც დაემგვანებოდა იმას ხო ზუსტად გაარტყეს გაფლაშულობაში შენ რამე მარშებში მიიღე მონაწილეობა თუ არა დასადროდის მარშში იყავი დასადროდის მარშში ვიყავით ერთად და ვიყავ კი ბატონო და ვიყავი დღემდე არის გაურკვეველი შენ რატომ იხვედი რა რატო კაცო ორი ბობოლა თამაში აქვს ჩატარებული გვაქვს ჩატარებული აი ხო მაგრამ იქ ხალხი იყოს საერთოდ არ წესდება ესე გამოსაჭინათ ხო მოსიდეს კი არა ნათამაშები მოსიდეს მოსიდეს არა ხო და შორს მიდიხარ ხო მოსიდეს ორი თამაშით მეტი გაქვს და რამდენი სამოყვარულო ლიგებში და ბაცნობებში მაქვს ნათამაშები სამოყვარულო ლიგები და ბაცნობები როგორია ხალხი ისე მორალურად მაგრად ფიზიკურად ისე რა მოჩათალხებული აი ზუსტად რა რატო არ ვიცი რა ახალგაზრდა ასაკში რაღაც 1-2 კვირა მაქვს წნევები სტრესის ფონზე იმის ფონზე ამს იუ არ არის ხო მაგრამ ნუ თავარია ის მორალურად წნევები მაღალი გაქვთ თუ დაბალი ბორის ციფურიასავით რომ მკითხა მაღალი მაღალი არის ის დაბალი რო გეტყვი მაგალში არ არის კომპეტენტური დაბალში წამლები მისის მე გეტყვი დღეს ახალ აქციაზე მოდი ჩემთან მე წაგიყვან ვიცი სად დგებიან ექიმები ანალიზები წამოიღე სხვათა შორის მართლა იქ რაღაც ერთი ადგილი გუშინ მივედი და უთხარი მე ვთქვი ხვალ წამომიღებ ანალიზებს აქ ხო იქნები შარდით მიდი დათო დაწერილი თუ ანალიზი ისე რაღაც ასაკს არ უხდება რაღაც დაავადები რა წნევა ახალგაზრდა კაც არ უხდება შაკიკი და რაღაც რა მე რომ მკითხვა არც ასაკიანებს არ უხდებათ მაგრამ ხო მაგრამ კლიმაქსში გეტანხმია
არ გიხდება, რაღაცა უნდა შეიცვალო, ართრიტი. შენ მოგიხდება ნახოლის ბურშტის დაავადება. ანუ გასტრიტი. ან ხო შეიძლება ანუ ნახოთ არჩენი ნაღლის ბოშტე და რო იყოს ეს საშუალება მაგასაც რა არის ყველა რაღაცას აქვს ხო თავისი დაავადებები უწუკებით იწყება დაავადება იწყებ კბილების ამოსული უნებლია შარტვა არა ნუ ეგ ის არის კუჭნაცავის ინფექციები ხო და მე მოდიხარ და მიდიხარ გულამდე მაწვიო და რაღაცა ხო ისდება ხო ის რო იყო რაღაცა რკინას რო იკეთებდნენ ხელს ხო ბებია ჩემს სპილენს იკეთებ ბებია ჩემსაც ეკეთა არავინ არ იცის შველოდა თუ არა მაგრამ ნახევარ საქართველოს ეკეთა რო არ უშლი და ფაქტია მაღალის იყო თუ დაბალის თუ იცით ეხა სანდრო ყველანზე რო გავჩიდოთ სანდრო მაგით არა სუმაინტერეს ეგეთ რაღაცებს ვინ იკონებს აი რომ მაგათა სპილენძი და რაღაცა აკვამარინი შველის ამას ეგ კი არა ბიჭო ისეთ რამე ახლობელი მეუბნება ძალიან უცნაურ რამეს ღიპი გინდა რომ გაგიქრესო მე ვთხარი კითხვა აი ესე ჭიპის გარშემო აი ესე ისვი ხელი რამდენი ხანი და მე ვთხარი რა მიმართულებით უნდა ვისვა უიო არ ვიცი ხო ისა რომ გაგეძახე უყმარო დავიცვა იგო რაღაცა გამოსულიერება იქ დაათენო ხოდა შენი ხელები მიგაკრო ერთი ორი და ბუთქავ ერთი ხო თუ გამაზე შეიძლება მაგ რაღაცა დატუჩიკე საბურავს რომ ერა ხოდა ეგ მოიწა ორი და ორ ზერო და მანომეტრი შეიძლება და ეს ვინ მოიფიქრა ეხლა? კაი სპილენცია. მე მგონი ფენშუი თუ რა ჭირი ისიც ხო გეტებილა წაბლი რომ უნდა ჩაიდო და წელი რომ გირჩება კატა რა უნდა დაიდო რამდენიც კი დაიდო მითხრა ხო იცი ადრე მოუხები ადრე გაგაზე რაღაც წელი მოგხებდა და გავაჩერე რა და სტაჟიკმა გამაჩერებინა და გადმოვიდი ხო ჯა ესე გადმოვიდი რომ წელი ხივა კარგად დაახერე რა მე წეკი კატა უნდა დაიდო მე რომ მოდიხარ ისეთი გადაღავს რომ ის გაჩერდება მე მგონი ერთი ადამიანი ან ერთი კლანი იფიქრებს ეგეთ და მაგრა ის მოვიდა მე მგონი რომ რაღაც გლობალურობის გლობალურობის პარტიაში დებილობები მაგრამ დებილობის დეპარტამენტი ეძახდა სპილენძი იმდენი ფული გაკეთდა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ჩემ მახსოვს ჩემ ბავშვობაში იყო ეგ ისა რა ბებიები და ძალიან ბევრს ხონდა მე მგონი ყველას აქვს სახში ერთი სპილენძის სამაჯური მე ექსპერიმენტი უკვე თურქეთში გაიტანეს. კი. ეგ არ ვიცი სპილენძი ეგრეძვილი არ გინდა ხა ამ ხელანი ვთირში. არა ეს ერთი ცალი თორე. 5 მილიონი ეგეთი ცალი უკვე რაღაცა არის. კიდე რა იყო ეგეთი? როგორი? აი ესეთა წაბლი, სპილენძი, კატა მე პირველად გავიგე ხა ეგ არ ვიცოდი მაგრამ ისეთი არ გამიცელებული. სხვათა შორის აი მართლა გეუნები. წნევას შველის კატის მოფერება. კატა უნდა ჩაისვა და მოეფერო. მართლა გეუბნები. აი იმსტაინში ის განიხარ იქი განსხვავდა. იქ უნდა დაიჯეროდა. აი მე ვასწავლე ბიჭო კატა. მართლა აი ნაღდათ. აი კითხე. ჯაფარას კონდა წნევები. შეიძლება ნერვული თემა არის. არა, ცალსახად ან პირველი რასაც მეუბნებიან ხოლმე. ყველაფერზე რაზეც არ უნდა მივიდე. წნევა მაწუხებს ის პირველი აუცილებლად ამბობენ ნერვებს. კატა. სტრესი და მე ეს და ნუ სტრესი თეატრ ინტრო ადილი ვერ მოწმდა. ხო. შენ ანუ არასდროს ადამიანს სტრესი არ კონდეს და რაღაც მკითხავივით არის რა უკვე ის არის რაღაც ხანდახან ფიქრობ რომ თავისუფლად ვიქნებოდი ექიმი რა. რო ვიღაცა რომ მოდის და სტრესია. ყველაფერზე რო იძახე რა. სტრესი გადაღლილო. თალხელი რო აქვს სტრესი პრობლემა. რა არა სანამ სტრესს დაასვენი. საერთო ხო უნდა არა ეგ თავისთავად და მე რა არის ცი მე ადვილია თან რომ უმკურნალო ისეთ რაღაცას ეუბნები რომელსაც ვერ დაიცავს რა ანუ წესიერი ოჯის რეჟიმი ჯანმრთელად იცხოვრე კარგად მე რასაც ყველა დაიძინე და ეგეთი ადამიანი არ არსებობს ვინც მაგას დაიცავს და ესე იგი ვერც მოგიბრუნდება ხო უარყოფთ რაღაცებს არ უსმინო ჯანმრთელი ცხოვრების წესი მაქვს დანიშნული რამდენჯერ მე ვთქვი გამომიწერეთ რომ ავიღო. ეს არის.
ეხლა როგორ გზნობ თავს? გაგიარა? კი არა, მეტნაკლებად კი რა. ასე თუ ისე დარეგულირდა. ხომ არა არ შეეშო. არა. ცნობილი კიდე არ შეეშო კურნალობას. სმა არ დაიწყო. ხო, სმით ადამიანებია ძალიან დიდი ხანი. მეორე ხანკი თუ ხო არა გაგწნელი. მეორე მხრივ შეიძლება სმით გაგიაროს. ოხერიანე. ექსპერიმენტებს ჯერ ისეთში ვარ, რომ ექსპერიმენტებს არ მიმართავ, მაგრამ მოდი 1-2 კვირა სვი გადაბმულად. და და მე მოდი. და დავილაპარაკე. მამას გეუბნებათ არი. რა თქმა უნდა, სვამი კაცი. ორი კვირის პასმელი კაცი. ტრისას. რა შეები შენ ხარ საკანიანო? გარდა იმისა, რომ აქციებზე მოდიხარ. ისეც არაფერს აქციებით ხარ ვარ შეფკრობილი რა ყველა. ანუ აქციებით არ ჩენოჭა. ცემენტებში ხო ხარ? კი. ის ცემენტის იყო ის ძეგლი? ცემენტით არა, შეიძლება არა და შეიძლება თაბაშირის იყოს. არა, თაბაშირის ვერ გაძლეოდა. აუ დორძეგლი იყო. ხო და შეიძლება სპეციალურად რა პულის ამბავი იყო და იაფიანი მოიტანეს. თაბაშირი წვიმაში და ქარში ვერ გაუძლებს. ბიჭო, რო ვერას გაიგებ 15 წუთი იდგა და წაიღეს. ეგრე გატოვებდნენ და თვითონ გაიწოვდნენ. თაბაშირის რო კიდე ამ წეკრანში პული გადაიხადე და ხო, დიდი ალბათობით ეგ იყო რა. ხო, ტინაბეტონის იყო. ყველაფერში კომპეტენტურები როგორაც წნევებიდან გადავიდა იმაც. ეგალი და დათოსისე. რასად როდიში სატელევიზიოები გაჩერებული? სატელევიზიო არის გაჩერებული, თუმცა იმედს არავინ არ კარგავს, რომ სამომავლოდ იქნება, გაგრძელდება რა. YouTube-ზე რო ჩამოვიდეს. ამოვიდეს, რომელი უფრო შემოვიდეს. რუსეთში აკრძალეს. აკი არ აკრძალეს. არასასურველი ორგანიზაციად გამოაცხადა. იმიტომ რომ ვინც აზროვნებს ზოგადად რეჟიმის მტერი ყველა აქაც იქაც ყველგან ისე არის სიტუაცია რომ ოდნავაც თუ აზროვნებ უკვე ხუთები რა კარიბჭეშიც ხარ არა აზროვნებ კი არა უკვე ისა ძალიან ფურცელზე იჭერენ ხალხ თუ ამეს დაპირებ გამოხატო უკვე საფრთხე კი კაცო სიხაული რო გამოხატო სანტა კლაუსი აბრძანეს ნიკო დაუწიე მამა ნიკომ ჩართო ტიკტოკები ხო და არ ვიცი მაგაზე ვიცი ერთი ადამიანი ვისაც შეგიძლიათ ესაუბროთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ესე რომ ვითხრა არც ესე დიდი ხალისი არავის არა აქ ამ ყველაფრის ფონზე მაგრამ იმედი მაქვს რომ იქ გაგრძელდება აუცილებლად რა მან დარი გამაიცეთ ფორმაში რო იყო რაღაცა სულ და რაღაცები კაი გონდები ვარჯიშობენ ხო, ანუ გარდა სატელევიზიოში ხო არის სპორტული ვერსია, რომელსაც თითქმის ყოველ კვირა თამაშობდით. ეხლა მე მგონი ვარჯიშობდი იგეგმება ეხლა საქველმოქმედო აქცია, ისა თამაში, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული ხალხისთვის შემოსული თანხა მათთვის გადაირიცხება. და აი ესეთი ტიპის თამაშები არ არის აუცილებლად საქველმოქმედო, არის ხოლმე თითქმის ყოველ კვირა იყო ყოველ შემთხვევაში და მან თამაშობდით და არის ეხლა გუნდები, რომლებიც იგებიან როგორც რაღაცა ჰობის კი არა პროფესიას ისინი იკრიბებიან და ვარჯიშობენ შუა კვირაშიც მაგალითად და იმას თარგმნიან შეთამაშებაზეა ლაპარაკი ალბათ ორი შეთამაშებაზე და რა და იმაზე რა ბაზა სკილები არის რა ხო რა რაღაცა ბაზა რო გქონდეს ანუ გავარჯიშებული რო იყო რა ისეთი ბაზა მაქვს პასიური გამოცოცხლება ჭირდება გამოცოცხლება კი არა არც ვიცი სად არის სადღაც გდია სადღაც გდია ეს ფოლდერი ბაზა ხო და ხო მაგასაც რაღაცა ნავთო ბაზაზე აი საგადა მეგეც ხო ფორმა არის ანუ ამ ფორმატში ხო ეგ ფორმა არის რა ისა ხო ჩვენ ახლა ამოვარდნილები ვართ ფორმიდან ერთი სამი ჩაწერებული გახსოვს კიდე საბჭოთა კავშირის დროს ყველა ქალაქში იყო მე გაქრა ეგ სიტყვა მაგრამ მეტალობაზა კი მეტალობაზა აუ საწავიდა ყველაფრის ბაზა იყო ხო და რა იყო ეს მეტალობა კინების სადაც ჩამოდიოდა კინეულობა ხო რა არმატურა შველერი უგოლნიკი როგორი კუთხურა შველერი ყველაფერი და იქიდან შეემრებს გაქონდა და იპარავდნენ იპარავდნენ რა დონეზე იპარავდნენ იცი ჩემი მეგობარი იყო არქიტექტორი
და რო ვიცით რომ მოიპარავენო, აი კოლონაში რომ უნდა იყოს 9 armatura, ჩვენ წერთ 12-ს. ის 3 არის რომ მოიპარავენ. წინასწარ და ხო. კი. ეს გათვლილი რომ შენობა არ დაინგრეს. შენობა რა დაინგრეს, შენ დაგვრა. ხო. ნახე როგორც სწორი გასვლა ქონეთ. არა, არ მარტო armaturაზე ბევრი რაღაცაზე აწობილი ქვეყანა და ეგ ცნობილი ამბავია, რომ ეს რო აშენებენ, მთელი ზუგდიდიო არისო, იმ ჯვარი არის იმურხესით აშენებული მთელი ბეტონით და ხო armatura. ხოდა მე იყო რომ მოიწვი ბეტონით თუ აშენესო ისო ხო საშიშიაო და არა ეგრე დაიწერაო რომ აი ის რაც დაჭირდებოდა მაგდენით მეტი დაწერესო რა იგივე ფორმულაა ეტყობა აი გავრცელებული ფორმულა შეულებრივი ამბავი იყო ეს ესე უნდა იყოს იმიტომ რომ და თავიდანვე ეთქვათ რომ ამასაც ვაშენებ ხო მაინც ყველა მიცოდა არა მე მაინც მოიპარავდნენ და ანუ რა თქმა უნდა კი აი ხანახე ეს არის აუცილებლობა პრარაბს აუცილებლობა ქონდა რომ მოეპარა ეს გაეყიდა და ამითი ნაწილს ხო თვითონ იდებდა ჯიბეში ნაწილს ხო ზევით ახლა ამითი უხდიდა მუშებს ხელფას თორე რაც ოფიციალური ხელფას ქონდა იმ ფასად არც ერთი მუშა არ მოვიდოდა ან ეს ყველაფერი ჩადებული იყო ბიზნეს მოდელი არის ეგეთი მართლა მუშას ვერ მოიყვან იმ ფასად ეს ხო რაღაც საერთო ფული იყო რომელიც მაინც ნაწილდებოდა და ხო მაინც ის იყო არა დემოკრატია არ იყო ვიღაცას რომ ეთქვა მაინც პირდაპირ ეგრე გაენაწილებინა ხო და პირდაპირ ხო მოიპარავს მაინც რატო უკვე მუშა უკვე ნახე უკვე მუშას უკვე ისეთ ხელფასი აქვს რომელთაც მოვა ხო მაგრამ პრარაბმა ხო უნდა მოიპაროს პრარაბმა ხო უნდა რა რატო უკვე პრარაბსაც აკიდელი ხელფასი არ მოიპაროს ერთი ეკონომიკის ოფიციალური ეკონომიკის პარალელურად უნდა არსებობდეს მეორე რომელიც ასულ მაგლოგიკითხოს ან გერმანიაში თუნ არსებობს მაგრამ არ არსებობს დილები იქ საზოგადოება არსებობს იმიტომ ის მაჩანჩა ხო იმიტომ ააშენეს რაღაცა წლობით დგას და ჩვენთან ააშენე გარემონდება უნდა იმომავას სუფული მოდის მოძრაობს ფულის მოძრაობს ეგ მოკვდა ეკონომიკა ააშენე წლობით დგას არ არის დებილობა რა თქმა უნდა აგე სასოთი წლობით არის ხა მივიდნენ იმაზე რამდენ რომ მანქანები ისე აღარ გააკეთონ და შედარებით უკვე ვადააკ რა ხო სპეციალურად თორე ძველად ყიდულობდი მერსედესა მამამის ყავდა მერსედეს 70 წელს გამოშეული და სისინით ზოგ თანამედროვე მანქანაზე უკეთეს მდგომარეობაში აი არაფრით არ შეიძლება საბჭოთა კავშირი კარგად დაიწყეს და მე გავაფუჭეთ ჩვენ ესე იგი ჩვენ შევიდა იქ ვიღაცა მივიდა და მართლა კარგად იმუშავა და მოსპო დიეტა დაგინიშნეს ნახე ჯერ არა აწუხებს ჯერ არა მაგრამ ჯერ არა მაგრამ მაგეთ მიიქ კი არა კაცო ეგ მზად ვარ ძალიან მზად ვარ შეზღუდვები კი ხო მაგრამ მან ორი მიდგომა არის ხო იცი ერთი არის რომ გინიშნავენ მზად ხარ მაგრამ არაფერს არ აკეთებ აგერად ნათელი მაგალითი მეორე იცავ და აწვევი ხო მაგრამ დავაკვირდა ხოლესტერინი მიხდება ხოლესტერინი ერთხელ ეგ დაასრულა რა რასაც ცხიმი გამოცვლია იმას გემო არ აქვს ანუ მივხვდი რომ ხოლესტერინი მიყვარს ხოლესტერინი მიყვარს ამას შემჭამა ეს აკაკი შანიცე გყავს ხოლესტერინი უფრო მავნებლურად არის კი იერე ხოლესტერინი რას დაგიშავებს და ფსიქოლოგიას რომ დეფიციტი ხოდა ეს არის მაგ კურნალობის მიმდევარი რა ეგ იმ ადამიანიშნე აზზე არ არის კითხვის დამენე ხო ანუ მაგრამ ისევ აწუხებს ის რისთვისაც მივიდა მაგრამ ეს ხო მყავს ესეთ მორიგე ექიმები ვისთანაც ხშირად დავდივარ ხოლმე რა მამჩევის მეგობარი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგი არის საქართველოში და ამ კაცს ვეღარ მიტანს რა იმიტომ რომ მივდივარ 30 წლიდან რომ დავიწყე ხა 38-ის ვარ და წელიწადში ერთხელ მივდივარ ოღონდ ჩემი რაღაცეების გამო რა და სულ მის მსგავსად ბევრი ესეთი ექიმი მყავს რა და კოზინასაში ჩავუვარდათ იმიტომ რომ ყველა მისვლას მეუნებოდნენ რომ აი სიგარეტს თავი დაანები და რომ დავანებე უკვე ვეღარაფერს ვეღარ მეუნებიან და როდის დაანებეთ? ერთი 6 თვეა. შენ გენაცვალე. მე ერთი 8 თვეა.
კარგია ეს ორი თვეც რო ხო და მაგრამ ეხლა იმაშვებიან, რა ქვია, დიეტას აწვევები ვერ გააკეთო რა ხო ის ანუ აი რო გინდა ხო იცი რო გააკეთო დიეტა დაიცავდა მე რაც გეტყვი კომუნის რომ ჭამას მოპარვამდო რო და იმას შეწყვიტო ჭამას რო შეწყვიტო გაიჭირო ერთი ორი ჩვენ იმაში რო ვიყავით გუდაოში შენ ყველაფერს ეწევოდი ხო სიგარეტს ელექტროსიგარეტს მეორე რაღაც ცოცხი ყველაფერს ეწევ ახმარდა ერთმანეთს ეხლა რა მაინტერესებს თერაპევტთან დადიხარ. ეგ არის შეცდომა. უნდა მიხვიდე ქირურგთან. ეგრევე რაღაცა. აი, ზგაფანი. არც გაგიშვებე. აი, მე ნახველმა რომ შემოწმო თერაპევტთან დავდივარ და არაფერი. მივედი ქირურგთან და აღარ ამბობ. ზა, მარტივი გადაწყვეტა. ქირურგებთან უნდა იარო. გავითვალისწინე. გულზე არ ვიცი რას გისახა. რას მოგიხერხებიან. მაგრამ იმას რაღაცა წნევები დაიწყო კაცმა. ხო, მივიდა. მე აუშვი რაღაც სამოსაჭრელა. თუკენ წოჩი ბაქინა. ეგ შენ შეგრე არ იყავი ზურგი გაწუხებდა და ცურვაზე დაგაწყებინესია. და გინახამ დაიხჭო. იშველა? კი, კაცო, თამი არა მეორე დღეს. და იმის მე დადის. მოჭევიდა. იმასთან მიდი იმის ექიმთან. ეს მამაშენიც მაკაცი ხა კი ახლობელია, მაგრამ რა ვიცი. 8 წელი. აშკარად ეს ჯობია. კიდევ რა ცურვა არ რაღაცა ეგეთი სპორტი გიყავს. აბსოლუტურად ყველაფერი. რომელსაც ხელს მოკიდებ თორე. მაშინ რომელი არ გიყვარს, იმიტომ რომ არ შეიძლება რაც გიყვარს ის იყოს სასარგებლო. არ შეიძლება გამორიცხული. ხო, ხინკლის მაგალითი აგიც. წადის. და აი დაახლოებით ეგეთი ისტორია მაქვს, ძალიან მიდრეკილი, ყველა ჩემი ანემნეზი რომ მოვყევი თავიდან ბოლომდე, მიდრეკილი ვარ იმის ქითირკმალში მეჩიტებას უკენჭები სულ რა ეს. ო, ეს კაცო დაიკიდა. ხო და კი და მაგალ სამჯერ ყოჩა. ჩამოს 4ჯერ რაღაც უყეს ჯობნის. ერთხელ. და მაგაზე მე გასწავდი. ერთხელ მაგრამ წყალი უნდა სვა. ვეწ. კი, მე ფსმაც ბევრი გიწევს, მაგრამ დამიჯერე. იმაზე ვარ. დიდი ბიჭი ხარ და შენ არ გაგეკარება. ლომა წყალი უნდა. მე დებილი კი არ ვარ, ამai ყვაბით როზი ვარ. ხო და იმ შენ რო თქვი სასიამოვნო და ის ერთად ვერ იქნება, რაღაცა შემამზადა რაღაცისთვის რა და ამ პერიოდშიო სანამ მეორედ მოხვალო, სამი რაღაცა ქენიო და ხო იცი ეს შენ რომ მოყევი რომ ვერ აკეთებენ ვერას. ხო და ეს სამი რაღაცა რა იყო? მაქსიმალურად დალიეო ბევრი ლუდიო. კარგი ექიმია. შეეცადე რომ სექსი კონდესო ბევრჯერო და კალათბურთი დაკავდით. მე მგონა რომ მოვკვდი და 60-ში მოვხვდი და თავარ ანგელოზი მეუნება იქ უნდა დავკავდე 60-ში. ტელეფონის ხوار. ვაფშე სტოპე. რა ექიმი რებს მეუბნება. ხო და ეგ სამი იყო ის რომელიც არის სასიამოვნო. კი, მიშველა. ან კონკრეტი გაურე, ლუდი დალია სასურველია ეს გეუბნები. სასურველი ამასთან. და კალათბურთი კარგი. და მე აღმოჩნდა რომ თურმე რა ესეთ ვერტიკალური მოძრაობები არის ბევრი და სიკ. რომ მიხვედი ექიმი გასულიყო და მისი ძმა. ეს მხიარული წაა. ბაცა. შეეშვია ამსამ რაღაც. თუ რომელიმე დაიტოვე. ის არ მოეწონა ეს იმიტომ ცურვაზე გავუშვებდა. ის დაფიქრდა რამდენ სიამოვნება რასაც 1-4 წელია ცურა. ამ ენერგიას დაგა. უკვე ასაკი აღარ. გაგაჩო. ასაკი აღარ თავს სმაში. არა, ცუდი ცურვა. არა, ცურვაა, ცოსამ. ძალიან მიყვარს. ზამთარში ერთი თვევცურავდი და კარგი იყო ცალსახად. სპორტი ნებისმიერი არის კარგი. ამათ მე იმაში მივედი რა ქვია, პილატესზე მივედი და კი დამცინეს, მაგრამ მე მანდიდან გადავედი ახლა ვარ იოგაზე რა. ხო, ეგ იოგას მე შედის ბალეტს. და დაახვედა. გადაგიყვანე. არა, მონაცემები აქვს. იოგაზე ჩადე. პილატესის მონაცემები. პილატესის ხო, მონაცემები. ზოგადად არ არის ეგრეა. იოგაზე მივედი და კარგია სხვათა შორის. მომეწონა და თუ ვინმე და დააპირებთ გირჩა. კაია, იოგაც კაია, ყველაფერი კაია თავის ადგილზე. კი ბატონო. ვა, რაღაცა. თავის დროზე, თავის ასაკში. იმაში მე მაგალითად აი ხა ჩემთვის 64 არის
ჯაფარამ კატა იყიდა 18 საათი წერს და ძინა. ეს იჩე ყველაფერი გაგივლის. თან რაღაცებს ის მომიტანეთ, ეს გამომიცვალეთ, ის გადამეთეთ. უფ. საჭმელი მარტო თავისი ტელევიზორი ჩაურთე 15 წუთი მიეძინა. აი, კატა გინდა რომ იყო? ოღონდ ესეთი კატა. ის კუშერში რომ დაგვიწყდა, დაგვიწყეცებს. ეს რომება. და ზაღლი მოსდევს. და ის ყოველების რეგულირება რომ დასდებს დასაკოდა. იქეთი არ ვიყო. პატრონიანი პატრონელი ჯიშიანი კატა. ჯაფარას კატა გინდა. ან მისი ბიცა. სმიშვილია. კატა და აიყვა. ჯაფარა. მეთქე რა. არა, ძალიან შეგაწუხებ. არაფრის გამპუჩებელი არა. არა ხوار და კაცრავს რაღაცა. მეცვივა. გადავიხოტრა. მიიღო ხო გრუმინგ. მიხედავ. ერთი 40 წუთი იდება გაასაფრა. ეხავი გრუმინგ. ბიჭო სკოტლენდა გაგი არა ყოველთვის მაცლით. იხავი პანაშკი. ალბათ მიანე არის. რომ მართლა გრუმინგი უხრი. ეხავი პანაში ძელასანო ვიკრიბებოდი იქ იყო გრუმინგ სალონი და ვიყურე. არა, კატა ყავდათ მოყვანილი. და და კატა ყავდათ მოყვანილი. სად დაამთავრა ისტორია? კარგია კატო. კატა ვიყავთ ხოლმე. დავწმუნდი რომ კატობა კარგია. ეს საკაიგოდ იყო წამოწოლილი რაღაცნაირი. ძაღლებიც არის ეგეთი სხვათა შორის. კატა მირჩევნია მოანა. ინგლისური, მაგრამ შენ მოგიხდება ძაღლობა, იმიტომ რომ კატა არ ხურინავს. არა, კაკეც ძაღლი ყოველდღიას გამასეირნე შემომიყვანი არ მინდა რა. 18 წუთი წილი მირჩევნია. აუ, კაცს პლუსი ეგ არის, რომ გაყვანა არ გიწევს. უკაცრავად თუ შეიძლება რომ ორი სასიამოვნო ამბავი გვაქვს. გარანტირებულად. ორი სასიამოვნო ერთი სანამ ერთაზე გადახვალ. სანამ რომ არაფერი არ ჭამოს ჩვენი სპონსორისგან. ეს არის ნიკორა პროდუქტებისგან. შესაბამისად არის ხორცს პროდუქტები. უფ. ანუ ეს იცოდით ხო რომ მე წარმოშობით ვარ კრაკოვიდან. მართლა შენი გონი. ამიტომ ზემოდან ჩემი ხო, ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოს კრაკოვიდან. სპონდონელების მარშს არ ხოდა? პოტრჟევსკის გაგაცნობ ჩემ მეგობარს. ორნი უკვე ხართ. კი. კაიდეა. აბა შემოგიერთნენ. პროჯექტებს გაგაცნობ. ისიც რა კიდე. დანარჩენს მე დარჩი, მე მაინც გადავდივარ კატობაში. კატების მარკა. კონტაქტებში გადმოგავარ. უმელთან მიწვევა. გადავდებ ამას შენი, გადავდებ, იმიტომ რომ მეორე საჩუქარიც უნდა დაჩუქო. ჩემი უშედეგესის მიკარნა ხა ზუმერისგან საჩუქარი. აი მე რა ჩუქა ბიჭო ზუმერმა. აღარ უნდა კატობა და მოდი შენ მარტო ხორცს პროდუქტი. ხას დაგიმატე. ეს საათი ადრეა შენთვის, ეს არის სპორტული აქტივობა. როგორ უნდა უთხრა, იცი? შენ ამ საათი დაიწყე და ის მოიწ. წნევისთვის არ არის ეს კაი. ხო და წნევა რო გაქრის მაგისთვის არის საჭირო ზუსტად საათი. ბიჭო. ანუ ეს რომ კატობას ართმობს მე ამ საათს არ დავთვალ. რა არის, იცი? ჯერ რო თქვა წაიღო ყუთი და ინსტრუქცია. ხო. ნახე რამხელა ინსტრუქცია. ამას რო წაიკითხავ პატარა სვებით არის დაწერილი ბევრი ენაზე. თან შენ კითხვა გიყვა. მე რაღაცა ბიჭო. გარმინი ბიჭო. ეს არის გარმინის საკმაოდ ცნობილი სერია Forerunner-ი. უფ. შეიძლება ხო სირბილსაც აი ყველაზე მეტად იმ ხალხის მშურს და ცოტათი მეზეზღება ვისაც უსწორდება სირბილი რა. ანუ აი რო დარბის სიამოვნებისთვის. აი ხა მაგათაც ჩვენ შენი გშურს და ოდნავ გვეზით. იყო არის მანია. იქნებ იმას ხნა შევიყვარო. არა ის არის კასი ვარ. და მე ნახე რითი დავდივარ რეზინი მინეთია. ხო მარა და მის რეზინი. რაც არ უნდა საათი ქონდეს ეს რომ ვერ შეიყვარებს სირბილს მოძრაობას. აჰა.
კარგი, მე კეთილი ვარ და გაჩუქე. აუ როგორ ის დამადლებულად აჩუქა. აჰა, აი ესე მისცეს. რაღაცა პატრი უნდა. ისე დამატებოდა თქვენ ამ სადით ეს ვერ გაიხარეთ. შეიძლება ერთ თვეში მოიყო. მინდა თქვენი არაფერი. მოკლედ ამა შენი ჩადე. პარჩიუნა ჩაუხარე. ჩადებდო. ჯაცურა მაინც. არა, unboxing-ის კაცია. კარგი საათია მართლა. შვიდობაში. შვიდობაში. სუკანი. ჯანმრთელობაში. კარგი დროები გენახოს. კარგ პულსებში. ხო, ეს ყველაფერს უცებს გაგიზოლოს. ბიჭო, ექიმია კარგიდა. ექიმია. ზეო, მამა შენის მაგაცი. ჩათოლე მამა შენის მაგაცი გიკეთია ხელზე. გადავიფიქრე კატობა. თუ კატაკი ვერ გაიგეთ. გარმიზნი ადამიანები ვიცორი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავ, რაც იყო, რაც იქნება. მალე იქნება სანამ გავა, მაგრამ ნუ არა ეს რო გავა არა, მაგრამ შემდეგი სანამ გავა. მაგრამ რა ვიცი მე რა. მოკლედ ეს რო გავა უკვე შობაც გავლილი იქნება და გილოცავ. ძველი ახალი წელი მოვაო. ამას ამბობდა ირა. მე ვთქვი. თავისი სიტყვით. მივხვდი, გავიგე. ცალსაკად გავიგე. თავს გაუფრთხილდი. შევეცდები. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოკზე. წაესიენ წაცაც. აქ მაინც ვაჩვენოთ რა საათია. კამერას თან მოატრიალო. არის ფორანერი, თან უკვე ფერად ეკრანიანი. ფერად ეკრანიანებს არა. ის მანქანა რო იყიდო ფორანერი და ეს ეც აქვს. სათავშორის ფორანერი მე მყავს და მე მომიქნებოდა ესეთი, მაგრამ კარგი. ეხა პატარა შესვენება გვაქვს, მწეველები მოწევენ. მე დავსცინებ და მე ისევ დავბრუნდები. სოკარის რუბრიკა სტერეოტიპების დრო მოსულა. ოპა. რა თემა მოგვიმზადეთ კიდე? ეხლა რახან უქმეები და დღესასწაულები წაეწყო. ხო, დღესასწაულებთან დაკავშირებული სტერეოტიპები შეგვიძლია მიმოვიხილოთ. კი ბატონო. როგორიც არის, მოდაგვაყენე გზაზე. მაგალითად ჩვენთან დღესასწაულებს ბავშვობიდან ესე მივეჩვეო, თან ახლავს ყომარი. ვიღაცები თამაშობენ სეკას ან რაღაცას. დღესასწაულის წინ ან პარალელურად. ხო, დღესასწაულზე არა, მაგრამ მაგალითად გასვენებაზე, ჩვენ სოფელში, სასაფლაოზე, გასვენებაზე არა. სწორი ხარ ამ დგომას. სასაფლაოზე იმართება კაზინო გეგონება რა. დიდი კუშებით სექრის. თენ სოფლის ფული ტრიალებს. იმ პატარა მარტო. არ ვიცი, აი მაგრამ საიდან მოვიდა? არ ვიცი. მე პირველად გავიგე. შეყრის ადგილია და ალბათ მე უფრო წარმომიდგენია იმაზე რა ქვია. რომ პური უნდა იყიდე 2 საათით ადრე. ახალ წელს თვითონესთან რო იგი არის ხო? იყიდე დილით, მაინც ხო გაცივდება ის. ხო, მე მგონი მად მთავარი ის კი არ არის რომ პური იყიდო. მთავარია რომ ახალ წლამდე რიგში იდგე. იმიტომ რომ ვიღაცეები უბრალოდ იდგნენ, იქ იმდენი პური ვერ გამოწყვებოდა. უბრალოდ რიგში იდგნენ. დაიბედეს რაღაცა. ხო და თან ძალიან კურს ყიდულობენ ხოლმე ზოგი. ხო. არ არსებობს რომ ის პური 1 საათში შეიჭამოს. აი საჭი არა იმ დღესასწაულებზე. ხო. მე იმას მე ხმება აგდებენ, მე სხვა ყიდულობენ და არის ერთი. ასუხარებენ. ქართული პური არ სუხარდება კარგად. კი, სუხარდება, ესე თუ და კარგად არ სუხარდება. კარგად სუხარდება, იმიტომ რომ ეხლა ისე კარგად როგორც სხვა. მანზე კარგად სუხარდება. მომდე ებრძოლა. კი. ასუხარებენ ცხოვრი მნიშვნელობა. კი. ერთი არის რომ გაყიდა, გაასუხარა. მეორე არის რომ გააორცხობილა. ხო, აი ქართული თონის პურსო იყო იქ გასუხარება. ხო. არა, ეგ არა, სხვათა შორის გასუხარ აღდგომის მერე დაახლოებით ერთ კვირაში გაყიდვაში გამოდის დასუხარებული პასკა, რომელიც ძალიან მიყვარს. პასკაც ხო დიდი რაოდენობით სხვება და მერე არ იყიდება. ეგ არ არის სტერეოტიპი. და ასუხარებენ. არ არის ბოდიში. მე ისე აყურებელს მინდა უთხრა რომ ის პასკის სუხარი მიყვარს. და აღდგომამდე ერთი კვირით ადრე პასკის ცომს. მარტო კიჩმის.
წობს სადგომაზე პასკას და მე უკვე იწახარებს. აი, ბოლომდე ამუშავებს ყველა ერთი დანაკარგი არ იყოს. ახალ წლებზე რა სტერეოტიპი არის? აი, ახალწლო იმედი რა ქვია. ის გააუქმეს კიდე. ისო სატელევიზიო მილოცვები იყო ხოლმე. ხო. ხელისუფლების მაღალი პირები ილოცავდნენ და მე ჯერ ერთი მოაშორეს მეორე და ეხლა აღარ წელს ბევრი იყო. სატელევიზიო აღარ იყო ისე კი. აი ეხლა Facebook-ი. ხო, ეხლა ისეთი აი ეხლა ფორმა შეიცვალა თორე ხო არის. კიდე ისე იყო რა ქვია, სტერეოტიპი იყო, რომ საახალწლო გადაცემა უნდა ყოფილიყო. ხო. კიდე მაგარი სტერეოტიპი გამახსენდა. და ვიღაცა ადრე დარეკვა მე ხაზები ასები გადაიტვირთება. და მე ეგ ტრადიცია შემორჩა. მოგონთ უკვე რეკავ, იმიტომ კი არა რომ მე უბრალოდ მე ეხა შუა ჭამაში და სუმაში რო იქნები ვერ დარეკავ და წინასწარ რეკავ და ხუმრობით ეუნები მე ხაზები. კი. ეს შენ ჭამას 12-ზე იწყე? არა, მანამდე. მაგრამ იქ უკვე ისეთი ნაცვამი ხარ რომ მე აღარ გახსენდება ვისთან უნდა დარეკო და მარტო ჩვენ 12-ზე რაღაცა მარტო ტკბილის უფრო. ხო, ჩვენც ეგრე. მანამდე იმიტომ რომ ჭამხური დედმენ. მანამდე ჭამხორივით. რატო მე თქვენ არ იქცევით ეს? ბიჭო, ორივით არა, ადამიანურად. მე მაქვს ესეთი ტრადიცია რომ ახალ წელს უნდა იყოს გოჭი. აუცილებლად. და ეხა იმის იქით რაღაცები თუ იქნება კი ბატონო, მაგრამ გოჭი უნდა იყოს. ხო, ჩვენთან ეგრე არა. ჩვენ წელს რომ მოვიტანე 31-ში 7 საათზე გოჭი, 9 საათზე ნახევარი გოჭი აღარ იყო. მართლა? კი. გაიქცა. ვინ ჭამს ჩვენთან ოჯახში? ნიკოს გარდა ყველა. მართლა? კი. ნიკოს როგორ დაემართა ეგ ამბავ? არ მომწონსო სუნიო იძახის. ჩვენ ნაჭამიც არა აქ რა, შეიძლება ძალიან უყვარს, მაგრამ არ იცის. ხო. ნაჭამი გაკეთდა არ გიყვარს? შეიძლება იტოვებს დიდობისთვის ამ experience. ჩვენ გოჭი არ გქონდა, მაგრამ გოჭის გულღვიძლი ნიგვსით. გოჭი მაჭიანო. გამოწალიან. ძალიან დაგვახარა. გოჭი ძალიან. სცენოიზმი. სტილის გოჭი ისე მიყვარს, რომ შეიძლება კატობაზე უარი ვთქვა. იმიტომ რომ კატას გოჭმაც არავინ არ აჭმევს. არ აჭმევს, მაგრამ შეჭამს რამე იყო. არა როგორ შეიპარე და შეჭამე. განჯინა გამოაგე და შეძვეთ. კატა. ოლივი არის კიდე ისე. ჩემი ძაღლი. ოლივი აღა მოგვიდა საბჭოთა ჩვენთან არის. რუსეთის იყო. საბჭოთა. მოატენით რუსეთს ყველაფერს რაღაცები კარგი იყო და ის იყო საბჭოთან. ყველა მიიღო მონაწილეობა. უკრაინელებმაც, ქართველებმაც, პრიბალტიკამაც, ყაზახებმაც და ალბათ თავად რუსებმაც. მაგალითად დანელიას ფილმები, საბჭოთა ფილმები და ჩვენ ესევე ჩამოვშორდით. ოლივია ჩამაშორდი? არა, სელოქკიმ პარამ. ეგ იყო, ეგ იყო. ეხა აღარ არის ხო? კუჩხი ბედინერია ეხა. და კიდე არის კუჩხი ბედინერი, მე წელს არ შემხვედა. არც შემხვედა და ნეილონის ნაძვის ხელი არის ხოლმე კიდე. ნეილონის ქართული არ არის თათ მხიარული და ხო, მაგრამ ნუ მაინც მეტი საახალწლო არა გვაქვს. ხო, მაგრამ რაღაც მოკლე მეტრაჟიანი ფილმები იყო, ლიკა ქაუჟარაძე თამაშობს და საახალწლო? ხო. კივი ვერიკაში. პეპევას უნდა არა, კაცო ეგ არის არა, საახალწლოა. ეს ლიკა გამოდის და მანქანა გაუჩერდება სადღაც და რაღაცა მახსოვს. ვიღაცა ტიპი თავის მანქანას წითელი აძინაცად. იმას გადაუყენებს საბურავს თუ რაღაცა იმას გაუშვებს და მახსოვს, თვითონ დარჩება თაოლში ხო. ესეთი რომანი სიკეთე. წრები მოგდის და გაუმარჯოს ესეცო. ისა მარტო სახში? ხო, წელს არ გასულა. წელს არა ისეთი ახალი წელია რომ ნუ წელს მოგცნობა. წელს რო გითხო ერთი სახში. ხო. ერთი სახში. მარტო კინა. აძინდომა. ქართულად უნდა თქვა რა, ვითომ რუსული სიტყვები არ არის. აძინდომას უყურე? მე სულ ადინდომას ვეცახდი მაგას. ოღონდ აძინდომა კი არა, ადინდომა. ხო. ადინდომა არის. ერთი სიტყვა არის ადინდომა. ქართული ადინდომა არის მოინდომას რაღაცა ფორმა. მოინდომა ადინდომა. ადინდომ. გიორგი. კიდე ესეთი. გიორგი. ესეთი სტერეოტიპი თქვა. ახალწლის გადაცემაში გოგიჩა რომ მოვყავს. და ჩვენი სტერეოტიპია, ტრადიცია.
არა, სტერეოტიპი იქნება თუ სხვებმაც დაიწყეს მოძრაობა. გოგიჩაზე თუ რიგი დგას. ცაგარელივით თუ აი ახალწესო როგორ წელი იქნება. ახალის დაგვემატა წერს სტერეოტიპია ტრადიცია თუ გაუძლებს დროს თუ არა, არ ვიცი, ხალხი გამოვიდა სუფრა გაშალეს რუსთავი. ხო, სხვათა შორის თავიდან ეგ თქვი. ჭამე რამე იქ სუფრას. არაფერი არ მიჭამე. გოჭი არ ჭამე, ვიდეო მე კადრში ვნახე რომ ვიღაცას ქონა სერიოზული აი ესეთი იმითი მოტანილი გოჭი ალაგებდა და ვიფიქრე და ჩემი დათო ეხლა იქ გააჩინა თქო. პირიქით რაღაცა ტკბილეული მევიტანე. მე მეგონა რომ ტკბილეული სუფრა იქნება და დავდევით და გაიწოვა. თვითონ როგორც ზემოთ აღნიშნე ხორივით ვიღავი ნაჭამი. როგორც უმრავლესობა კი. აი ამ მეშინთან ავარ. ამ სუყე მონაკვეთზე შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი. სოკარის რუბრიკა. სოკარის რუბრიკას და გადაცემას და ერთი კვირით დავემშვიდობოთ მაყურებას. მიდი დაემშვიდობთ. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობ. შენ დაშვებოდი ახლა. არ ვიცი სიმართლე გითხრა. ტყუილა იჭიქი? ეს რატო გეკეთა? ვახო რა დავალება მოგცა? არაფერი, просто იჭიქია. იმის იმედად რომ ხელფას ავიღე. თუ გითხრა ხმას მიაქცია ყურადღება არ გაითიშოს. არა? მომესმა?